ყვალიდან გაუდგებით გზას. თუ რამე საინტერესო ნახე, მაგასაც აუცილებლად გაჩვენებთ. ესე იგი, გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ სოფელ გოგოლათში. Facebook-ზე შემხვდა რაღაც პატარა პოსტი, რომ ულამაზესი სოფლებიაო, სოფელ გოგოლათშიო. შესაბამისად, მეტი რა მინდა მეც და წამოვედით. გავიკითხეთ და ესე მითხრეს, რომ ძალიან რთული და ცუდი ასასვლელი გზა არის და შეიძლება პატარა მანქანით ვერ ახვიდეთ. მაგრამ როცა დემეჯდება საჭესთან, პატარა მანქანით შეუძლებელს შეძლებს ხოლმე. ასე რომ, ნახოთ, იმედი მაქვს, რომ ავალთ და რაღაც მართლა ისეთი ოღრო-ჩოღრო გზა არ იქნება, რომ გადასვლა ვერ შევძლოთ. ასე რომ, იმედია რომ ავალთ. ესე იგი, მაინც მოვახერხეთ და ამოვედით სოფელ გოგოლათში. ადვილი გზა არ ყოფილა. ნაშალი ქვა იყო, კლდიანი იყო და რისკი იყო, რომ საბურავი გაგვეჭრა, მაგრამ მოვახერხეთ და ამოვედით. პირველივე როგორც კი შემოვდივარ სოფელში, შეხვდა ულამაზესი სახლი და პირველი ასეთ მოსახლეს მოდი დახვდა ჩვენი ჯიგარი ძაღლი. რა ვიცი უკვე რა. ახლა გაჩვენებთ. აი ესეთი ძველი ხის ლამაზი სახლია. მაგრამ გასათიბი ამ შემთხვევაში არ არის. დათვალიერების პროცესში სახლებს, რომლებსაც შევარჩევთ, რომელიც გასათიბი იქნება, კომენტარებში დაწერეთ თქვენ რომელი მოგეწონებათ ყველაზე მეტად და იმასთან ჩამოვალთ და იმას გავთიბავთ. გამარჯობათ. გვითხრეს მოგვასწავლეს, რომ გოგოლათში არისო ულამაზესი სახლებიო და ერთადერთი ყველაზე კაი სახლი არის და აბუბაში. მან შეიძლება გადავიღოთ ეგ. მოგზაურობ. აი. ერთადერთი პირველი აქედან დიახება, აქედან მოდიება. მე ეგერ ჩახვალ ეზოში და აბუბაშია ძირითადი კაი. ხო, მან ჩასულები ვიყავით ახლა. გამარჯობათ. დემეტრე მქვია. მართლაც ლამაზი სახლი არის. და ქვევითაც არის მე ამ სახლებს ჩაყოლება იქით. ძალიან კაი. ხო, მეთან ვეძებ ისეთ სახლებს, რომელიც გასათიბი ეზოთი იქნება. YouTube-ზე ვაკეთებ პროექტს. აი, ცოტაში. ხო, ეხა უკვე ნოემბერია. ხო, ახლა მაგრამ თუ სიტყვაზე ესეთი ეკალბარდი არის და რაღაცა ახლა გათიბოც უშველიდა და გაზაფხულზე შეიწამლებოდა და აღარ ამოვიდა და. მე ამნაირი სახლი კი არის ქვევით, მაგრამ მე რა არის მაგით. მე ვიდეოს ვიღებ. და ვინ თიბავს მე? მე ვთიბავ. ეხა ვიყავით ურავში. შეიძლება იცოდეთ ჩანები გასათიბი სახლი იმნაირი არის, ეგე სასწაული ეს არის და სახლებზე ასული ეკალი და ბარდი და სად არის? სად არის? თლაბოლოში. შორია? მანქანით ახალ თქვენ? მანქანა შემოსასვლელში დავაყენებ. რატო? არ გავუსვათ ხო რა ვიცი. ჯერ ამაზეც გვაშინებდნენ, რომ გოგოლათშიო ვერ ახვალთ უბრალოდ. ამითი დავდივარ ჩაულებრივად. ეგერ არის, კაროჩე უნდა წახვიდი ახლა აქედან, ზევით აწახვა ქვევით და ბოლო ოჯახი არის, კვამლიამუდის და იქანე უთხარი, აქანე ვიღაც გასათიბი ეზო ქონია თქვა. ცხოვრობს იქ თუ? ქუთაისში აქანე იგი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ გვითხრა გაგვიწმინდოთ რომ მომავალშიო და თუ ვინმე გაწმინდავს, ფულს გადიიხდის იქით. ხო, აი მე უფასოდ ვთიბავ თან. უბრალოდ ვიდეოს ვიღებ და ეგ არის ჩემი ის რა. ებიჯო, რამდენი გინდა იმის გაზიბე, ჩადი მე კაცო, წადი. კაი, წავიდეთ ახლა და ნახოთ. ხის სახლი არის თან. ხონდათ ეკალბარდი და შესული სახლი კი აღარა ჩანს. ხო და აი ეგეთები რომ დიდი ორსართულიანი სახლი არის. როგორი იყო? ბუჩქებიანი და ის და მე როგორი გახდა ლამაზი მოფიწყინებული და ჩადი კაცო იქაა და არ ვიცი ახლა თქვენ რამდენს დათიბავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ გეითიბება, ფულს გედეიხდის კარგად. კეთილი და პატიოსანი. მადლობა. აქედან რო წახვალთ ასე. წადით პირდაპირ ზევით არ წახ პირდაპირ. წადით ჩახვალ და ბოლომოს კიდე უნდა გედეით აღმართო იქ. გამარჯობათ. ფუტკრები არის ეზოში, აქანე კი არა ქვევით, ჩემი ეზო არის. კი. აქანე არა პირველი, მეორე ჩემი ეზო არის და იმას ჩაშოვით თავდამარში და მარცხნივ არის სახლი, კვამლიამუდის დეიძახე ბადრი. და უთხარი აქანე ის ყოფილა სახლი რო არის თქვა მაგის წინ რა. კარგით. მადლობა დიდი. აბა, წარმატებები თქვენ საქმეზე. გაიხარეთ.
გამარჯობა. სახს ვეძებთ. იქ დაგოკალიანის გასათიბი არისო და ქვევით აი სახლია. ქვემოთ არის. აჰა. ესე ჩავალ ქვემოთ? ხო, ასე ჩახვალა ხელმადლი ჩოვხო. მადლობა. თქვენ უნდა გახსნით, ხო? ხო, მე ვთივავ, ესე YouTube პროექტს ვაკეთებ. ესე დიდი სახლები რო არის, ლამაზი სახლები. გასათიბი ეზოთი მივარდები და ვთიბა უფასოდ რა. ვიდეოს ვიღებ. სათიფიკი არა, რა ვიცი. ეაში. ასე ჩადი ეგე და ახლა ეს სახლია. მადლობა. მგონი მოვაგენით მაგ სახლს, რომელიც მიგვასწავლეს. შესასვლელიდან ეტყობა, რომ არავინ მოსულა кайხანია. ეს სახლში შესული არის. რაღაც მისტიური, აჩვენე მისტიური გარემოა აქ შექმნილი უკვე. ადვილი ნამდვილად არ იქნება ამის გასუფთავება. კაი, დავათვალიეროთ. კომენტარებში დაგვიწერეთ, რამდენად შევძლებთ ამის გასუფთავებას, რომ თქვათ, რომ მოვიდეთ და გავასუფთავოთ. ან ღირს თუ არა საერთოდ გასუფთავება. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, აი ესეთი უკვე ბუნება რაღაცნაირად იმსგავსებს ხოლმე თუ როგორ თქვა, ანუ რაღაც ბუნების წიაღში ეფლობა ხოლმე ხანდახან სახლები და ეგეც გასუფთავება ხანდახან არც მინდება ხოლმე, მაგრამ შეიძლება პატრონს უნდა რომ გაასუფთავოს და დაუბრუნოს პირვანდელ სახეს, რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ესთეტიური სიამოვნების მიღება. აი. რამდენიმე მოკლედ კარგი სახლი ვნახეთ. მე ინტერნეტში ვნახე რაღაც პატარა სტატია ამ სოფელზე, რომ ულამაზეს სახლებია. ნამდვილად ულამაზი სახლები აღმოჩნდა. ნუ პრინციპში ძველი სოფელია, ხალხი გემოვნებიანი, შესაბამისად კარგი სახლები ააშენეს თავიდან, ხის სახლები და დარჩა და არის ახლა ესეთი ისტორიის ნაწილი. გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ, რას ფიქრობთ თუნდაც ამ სახლზე, სხვა სახლებზე, რაც ვნახეთ და კომენტარების მიხედვით გადავწყვეტ მოკლედ როგორ მოვიქცეთ. აქ ალბათ ცოტა ხანში მოთოვს, იმიტომ რომ უკვე ზამთარი იწყება. ეს თაში ვართ ფაქტობრივად და ალბათ ეს უფრო მომავალი წლის ამბავია, თუმცა მაინც თქვენი კომენტარების მიხედვით მივიღებ მოკლედ გადაწყვეტილებას. აბა გამოიწერეთ არხი. ნახე. მაგრამ ერთი კაცისთვის ცოტა ძნელი კი იქნება. კი, იქით რო აყენი. რა, მეთქი თან ფეხით გავივლით ხო და? გავიქით, კარგად იყავით აბა. შეგო.